რუსთავ ქალაქობის დღესასწაულში რუსთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვებიან. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს თვითმმართველობის წარმომადგენლება საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებს გაცნობიტი ხასიათის შეხვედრაზე პირადად გააცნეს. ქალაქის ხელმძღვანელი პირებისა და დირექტორების შეხვედრა თავდაპირველად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოეკოთა რიგი პრობლემური საკითხები. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ განაცხადა, თვითმმართველობა სკოლაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აქტიურად იმუშავებს. Დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი არის გაცნობიტი ხასიათი. აქ საუბარია იმაზე, რომ მომავალში აუცილებლად ჩვენ შორის იქნება თანამშრომლობა, ეს თანამშრომლობა როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან და საკრებულო და ქალაქის მერია მზად არის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით დაუდგეს თითოეულ სკოლას, თითოეულ ხელმძღვანელს და რაც მთავარია თითოეულ მოსწავლეს. დღევანდელი შეხვედრა იყო გაცნობიტი ხასიათისა, ჩვენ ახალ და ძველ სკოლის დირექტორებს მიულოცეთ სასწავლო წრის დაწყება. მათ ისაუბრეს სკოლაში არსებულ პრობლემებზე, ჩვენ რა თქმა უნდა საკრებულოს წევრებმა მოვინიშნეთ ეს საკითხები და აუცილებლად ვეცდებით რომ დავეხმაროთ ამ საკითხების განხორციელებაში და გადაწყვეტაში. რაც შეეხება მათ ჩართულობას რუსთავ ქალაქობის ღონისძიებაში, ისინი აქტიურად ჩაებნებიან აქ, გამოთქვეს სურვილი. პოლონეთი, უკრაინა, ლიტვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, შვედეთი ეს იმ დამეგობრებულ ქალაქთა ჩამონათვალია, რომელთა კულტურის წარმოჩინებას რუსთაველი ბავშვები რუსთავ ქალაქობის სახალხო ღონისძიებაზე შეეცდებიან. უცხო ქვეყნების გარდა წარმოდგენილი იქნება ქართული კუთხეები. სკოლებს კი მათი არჩევის სრული თავისუფლება ეძლევათ. ჩვენ ქალაქს ყავს დამეგობრებული ქალაქები, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, ესენია პოლონეთის 3 ქალაქი, ასევე უკრაინის 3-4 ქალაქი. კიდევ ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან და ჩვენ თითოეული ამ ქალაქიდან გაგზავნილი გვაქვს მოწვევები და ველოდებით დელეგაციებს გვესტუმროთ. შესაბამისად, გვინდა რომ ყველა ამ ქვეყნის ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილმა ბავშვებმა ჩაატარონ აღლუმი, ჩაიარონ ერთ კონკრეტულ ადგილზე და მიესალმონ მოწვეულ სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას ზოგადად. პლუს ამას გვინდა დავამატოთ ჩვენი კუთხეების ფორმებში გამოწყობილი ახალგაზრდა ჯგუფები და მათ უკვე დანარჩენ ევროპულ ქალაქებთან, დანარჩენ ევროპულ ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად მოაწყონ ერთიანი ღონისძიება. მოხარული ვარ პირველ რიგში რომ ამის საშუალება მომეცა ქალაქის თვითმმართველობა შეხვდა თითოეულ დირექტორს და მათი პრობლემების გაზიარებით დაიწყო ეს ჩვენი გაცნობა. რაც შეეხება ღონისძიებას რუსთავ ქალაქობასთან დაკავშირებით, 11-12-ში იმართება ეს ღონისძიება და საკრებულომ შემოგთავაზა მონაწილეობის მიღება დამეგობრებული ქალაქების წარდგინება მოახდინოთ შესაბამისად სკოლებმა. რუსთავ ქალაქობის სახალხო დღესასწაულს ქალაქი 2 დღის განმავლობაში 11 და 12 ოქტომბერს აღნიშნავს. ღონისძიების პირველი დღე რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება. მეორე დღეს კი ქალაქის ცენტრალურ მოედანს მოიცავს.